ორმაგი თუ ექნება აქ, და ყველა BMW-ში ნიკია მანქანაში ორმაგი როგორ არ უნდა ეთოთ ზემოდან დავაკრავ Toyota-ს ლოგოს, რა ნუ ძრავი BMW-ია, ყველაფერი BMW-ია. გარდა დეშბორდია Toyota შექმნილი, როგორც ვიცი, იმიტომ რომ BMW-ს არა აქვს, აუდიო სისტემა JBL-ი, Harmony არა აქვს და დანარჩენი, აი, საერთოდ ყველაფერია BMW რა. დილას გადმოვიღე AMG-ს მაიკა რა მეთქი სიმბოლურად BMW-ს ფესტივალზე AMG-ს Toyota-თ ხო მივდივარ და ბარემ მეთქი AMG-ს მაიკით წავადგო და მე ძალიან დამაბულინგებდნენ დავიკიდე ნუ ემის მაიკა არ ჩავიჭი მაინც ეგეს ნახავდა და შეულებრივ წამოვედით რა ბიჭო ლისიჩქეები და სოროქშესტები ისვრიან და ჩვენ არ გვაქვს აგრესიული გასტროლები ჩაწერილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბარბლი ეჯასტიმენტი. სკაპ ბარბლი წავიდა. წავიდა. ხანგრძლივობა წავიდა, ყველაფერი ბოლომდე გადაუწიეთ. არ პატრონი როგორ დადის იცი, ეხლა ფესტივალია, თქვენ ყველა ნომრებს ვიწერო და მე ქალაქში ვხვირი გაერთა სულ ყველა დაგეწერებათო. გადატენილია პატრონი. ორმაგის კოჩი არ გაქვს მანქანაში? ნახი აბა. ო, კაი საქმისთვის სჭირდება რა. აი. ოიცა. ორმაგის გა. სადმე სამასი არა მოვა. მოკლედ დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე, არის BMW-ს ფესტივალი. არიან წინ M-ები, უკან ზოგი M-ია და ზოგი basic მოდელი და კიდე ძალიან ბევრი შემოდიან, იმიტომ რომ ძალიან დიდი საცობია ქვემოთ ამ მხარეს და ნელ-ნელა ამოდიან. ჩვენ სუპრით შემოვიყარეთ, წინ დავაკარით BMW-ს ლოგო რა. გამოჩნდება კადრებში, გიგი მოგვაწოდა რომ შემოვეშვით, თორე ისე არ გუშვებდნენ, ესეთი უბედურები ვართ. ხო, მანქანები ვერ არის, იმიტომ რომ უკან სლიკები გვყენია 305 და ფიზიკურად 37-ებზე და რამე კაი დისკებზე ამ ხელა სლიკებს ვერ დავტევდით რა. და წინა დისკებიც მაგითო დავაყენებთ 18-იანი, 2-0 სუპრას დისკებზია, ვიდზე ვერ არის ისეთზე, მაგრამ არა უშავს, საშთავარია ხოძია. გუშინ ვანასტროიკები დილის 6 საათამდე. რა ვიცი, დანარჩენს ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. ახლა აი მარტივად რომ გავუკვეთ მანქანებს რა. ნუ ჩემი სუპრა, ჩემი დათო არის, ჩემი დათო. გვერდზე SMS-ი ყველა მიცით, სულავა რო გამოდის ხოლმე დრაგზე, ატმოებში. იქით გაგოშას მანქანა, რომელიც არის ინდივიდუალი და ძალიან იშვიათია. წინ დგას ჩვენი გიჟი შოთა სემპიატი, ყველას გეცოდინებათ ის სემპიატი და იქით ბიჭებიც ისიც იმ M5-თაც სულავა გამოდის ხოლმე დრაგზე, კვადრო კლასი რო იარა. უკან რა ბიჭებსაც ვიცნობთ, იქით მაროს მანქანა დავინახე. პროსტა მე მგონი წაიყვანეს, ხო, არა M-ებში გადაწიეს უკან რა, იქ დგას პირველივე. არა M-ებში გადაწიეს და ჩვენ M-ებში შემოვიყარეთ. წინ კიდე ბიჭებს აი სოროქშესტი მომეწონა ძალიან. ის უნომრო ჩვენი გიჟით ამაზას მანქანაა. ის ახალი დისკები დაუყენებია, არ ვიცოდი მაგ დისკებით. იმის წინ მესხოს მანქანაა, წინ ფრედის და M-რები, მოკლედ აი ვისაც BMW უყვარს, BMW, აი ყველა არ უნდა იყოს, რომ ნახოს ამდენი M-ი ერთად. და კიდე რა ექსკლუზიური მანქანებიც იყო, მე მგონი Z8 იყო და რაღაცებს მოვკარი თვალი რა. ზუსტად არ ვიცი ახლა ვინ სად არის და სად წავიდა, მაგრამ
ძალიან კაი სიტუაციაა. კიდე კაი X3-ით არ შემოვიდა, თორე მაგრად დავნიშნილებოდით, იმიტომ რომ არ ეთყობა როებია რა. ჯერ არ ეთყობა, რო გაიქცევა, მერე ხმაზე და ყველაფერზე შეეთყობა. უი, თან ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი სპონსორია პორტალი. ბიჭო, ნახე რის გამო მოწყდა. თან 305-ები აყენია და ცალხარისო ძალიან წამიღო. მერე პერეკლატკაზე რომ გადმოუში, ყველა სპირტი წამოიღო აქეთ ამ ხარეს. 150 ლიტრა სპირტი გვაქვს. ჩავიდეთ ახლა დრიფტია, ბიჭები ვნახოთ. არ ვიცი, გამოდიან თუ არა. ეს მე მგონი არის სხვა სერიები, ანუ ახალი სერიები დაიწყო რა, სადაც პროები არ გამოდიან და გამოდიან როგორც იცი მოყვარულები და დამწყები. პროებს გამოსვლა ეკრძალებათ მე მგონი ამ კლასში. ზუსტად არ ვიცი რამე ტყუილი რო არ გამომივიდეს, ჩავიდეთ და იქ გავარკვიოთ. ეხლა ვლაპარაკობდი რომ ეხლა არის დრიფტი თან. ოღონდ არის სხვა ლიგა, ანუ პროები არ გამოდიან რა, GDS სერიები არ არის. დღეს ამ BMW FS-თან ერთად თან ტარდება დრიფტ ლიგა. ეს დრიფტ ლიგა არის პრო 2 დრიფტერებისთვის, ანუ არაპროფესიონალური დრიფტერებისთვის. ისეთი გაღუნული და რაღაცა გამაზაფაქერებული მანქანებით არ არიან. და ნუ უფრო აი რაღაც ვარკახიდი 36 მეტრები და რაღაცთან ანუ ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდებით რო უყუროთ. კი, თან ეს დრიფტ ლიგის ეტაპები ასევე იქნება დასავლეთშიც. კი, და აღმოსავლეთშიც ნახე თელავშია 14 სექტემბერს. კი ბატონო, კი ბატონო. ჩვენთან წინასწარ გეპატიჟებით უყველას. ხო და თელავშიც გვეწვიათ აუცილებლად წეს საკმაოდ საინტერესო იქნება. 14 სექტემბერს არის როგორც ვიცი. თარიღი არ მახსოვს ზუსტად. მე მივიდვარ ქორწილში ოღონდ, მაგრამ ხო, კვალიფიკაციაზე ვიქნები. თელავში როგორც ვიცი პირველი სტუმრობა გვაქვს. ხო, თელავში არ ჩატარებულა, ბოლო თელავში პირველი არის. ალბათ 10 წელია თელავში არ ჩატარებულა დრიფტი რა. ბოლოს ვიყავი 10 წლის წინ დრიფტზე თელავში. ხო და ნუ მოკლედ კაი დახვედრას ველოდები და როგორი კაი დახვედრაც იქნება, ისე იქნება შემდეგშიც. გელოდებით ყველას. აი, თქვენზე არის გელოდებით ვეღო. ეხლა ჩავიდეთ და უყუროთ ერთი ბიჭებს რა შეუძლიათ, რა სიზავენ. ეს უფრო ერთ-ერთი საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ბევრი მონაწილე იქნება, ბევრი დამწყები იქნება და რავი, წესით კაი გაზები უნდა იყოს რა. ბუბუ, რა შრები? რა ეტაპზე ხარ? მოგესალმებით. რავი, რა ეტაპზე ვარ და მემზადები 29 რიცხვისთვის უხეში დრაგი, როგორც და ნოსთა არის 29-ში და მოგვიწია, ნუ M3-ით არ გამოვდივარ, გამოვდივარ სოროკით
და მოგვიწია რაღაცების გადაკეთება შეცვლა, საბურავები, ძალიან მარტივი. საბურავები, ძრავსახური, გამსვლელი. Короче, კაპოტი შევცვალე, ტურბოები ჩაუწიე. დაუნფაიფი ავაწყო, ტრასა დავაყენე, ბლოკაჩოკი დავაყენე. 4 დღეა მოდივნი გზია მანქანა და კიდე ბოლომდე ვერ გავედი ფინიში, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გადაკეთებით ძალიან ბევრი რამე აირია და იქ შლანგია, იქ წყალია, იქ ისაა და აი ვერ დავქოქე ჯერ და სავარაუდოდ 1-2 დღე კიდე დამჭირდება. კვალიფიკაციის წინადღისით კვალიფიკაცია მე მგონი იმ დღესვია. 29-ია? 29-ია, კი, იმიტომ რომ შარშან ეგრე იყო. ჩვენც გვიწევს ფარის დაყენება. კვალიფიკაცია, დრაგის დღესაა და ეხლა იასნია, დრაგის დღეს მივდივართ და კვალიფიკაციასაც გავდივართ რა. მანამდე მინდა ერთი დღე მაინც რომ მქონდეს საშუალება რომ მანქანა გავტესტო, ამ ყველაფრის გადაკეთების მერე რომ ნასტროიკაც ჩავასწოროთ, მოვარგოთ, ერთი დღე რუსთავშიც მინდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვაცლებ, იმდენი რაღაცის გადაკეთება მომიწია, რომ აი ეს, короче, რა. მე მაქვს შენი იმედი და ვიცი რომ ძალიან მაგარ დროში. ბიჭო, საკაიფო დროებში დავდიოდით, მაგრამ ამ გადაკეთების მერე რა დროში ვირეთ და როგორ ვივრეთ, ეგ ჩვენ წამოწია. მე ვიცი რა დროშიც დადიოდი შენ, არა ვთქვა ეგ დრო, მაგრამ ეგ მაგას ძალისფერი არის თუ ტოიოებზე. წვიმის სლიგზები არის, მაგრამ ტოიოც რომ უყენებოდა სავარაუდოდ ტოიოტაც იგივე დროში გავივრიდი, იმიტომ რომ წვიმის სლიგს მე როცა ვაყენებ ხოლმე ერთ ბარზე უშვებ რა და ვაფშე არ მქონდა დაშვებული 2 და 2 ბარი დავაჭირე და იდეაში ტოიო დაშვებული იგივე შენ ვიარე მე ტოიოტი და ვერ ვიარე. ბიჭო, შენი უკანა დამაგია რა და ეხა გინდა არ გინდა კვადრო მაინც თავისაშვება. წარმატებები. მიზანიც ეგ იყო რომ მესიმ სამეფო ვერ ვეჭიდები, თავაწვეთ. სოროგი რა. ელოდები 29-მდე კი გნახავდი, მაგრამ 29-ში დღის ბოლოს აი ვიდეო და შამპანური. სულ ასევე შეიძლება წარმატება. მადლობა. სულ ხოთზე ყოფნა. კი, ავიქციც გამზადდა, დაუნფაიფებს მორჩით დღეს დატონდარეკა უკვე და ეს ხალხი შეიძლება სამიყავი რაღაც გაკეთებდნენ და რამე ორი მანქანით გამოდიხარ. კი. ძალიან კარგი. ხო, არა, წარმატებები და დროები. გამომწერს. ვიყიდი ეს 1000 ერერს. ნუ ეს 1000 მაინც ვიყიდი ერერი თუ არა და სტრიტი იქნება. ძალიან მეოსება, ტარება არ ვიცი. გადაადგილება შემიძლია. ტრეკს წეს მოვარტყავ, მაგრამ როგორც ესე რომ ტარება ვიცოდე, ტარება არ ვიცი რა. თან თუ ვისწავლი ძალიან ცუდად და მაგით არ მინდა რომ ვისწავლო. ბოლომდე უნდა ვისწავლო თუ ვისწავლი და არც ვიწყებ სწავლას. არა და ძალიან მაგარია. ეს კაცი იცით ვინმე? ეს არის შოთა. არა. ლეგენდარული. ეს არის ბუბუ, ლეგენდარული. ბიჭო, ნახე, ხო ხარ ორგანიზატორებში. სუპრა რატო არ შემომაყვანინეს აქ? იმიტომ რომ ძრავზე არ გაფარია BMW-ს. BMW-ს კუპი. კაპოტი ახალი და შემოდი. აი, კაპოს რო აღვდი ისეთი რამეები და ხო წერია. მეი ბაიერში მოტორი ვერ იყო, რაღაცა წერია ცოტა. კი. რაღაცა ლაბორატორიაზე დააკარგა. და ვებეთი იწყება დაჟე. ვინკოდით. ხო. აბა რა ვიცი. ლოგო, იმენა ეს გოლ ლოგო ვქოთ იმენა, ისო. აუ, შენ აი ეს ზევიდან არის ძმა, ზევ. თუ 9 მილიონზე ავიღოთ ამ ადამიანს, 9 მილიონ subscribe-ზე, მე 5 დავწვა. ეს დავწვა ჩემ მანქანას. 9 მილიონზე. ეს დავწვა. დასტუკე, თუ რატო წვა? დასტუკე. ჯერ არ და იქამდე. როგორც მეგობრებო, ლაიქ და subscribe. ძალიან მაგარი ადამიანია და მადლობა. აუცილებლად შომა დააკარგოთ. ეს ბაზარი არა, მაგარია. თვალში წხვდება. ის იმიტომ ალამაზი რომ უცხოა რა. ან მასეთი არ ვიცი, რამდენია გამოსული ტყუილად არ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ფერი მირჩევნია მე, იმიტომ რომ 86 ცალია? ჩემი ფერი იმიტომ მირჩევნია რომ უფრო ეფექტურია მგონია რა.
თეთრი ხოა, თან Frozen White-ია რა, ხო და ემის ვაიბს უფრო ტოვებს რა. 36-ზე ეს ფერი იყო სასწაული, 36-ზე ჰქონდა ეს ფერი. ავი. მოკლედ გახელა გამოდის ეხლა და მაგრად ბალეშჩიკოვ რა. ამ ლიგაში პირველად გამოდის თან რა, როგორც ვიცი, პირველი ეტაპია ვარჯიშობდა რაღაცებზე, მე მგონი ლილოზეც იყო ერთხელ გამოსული. ზუსტად არ ვიცი, რომ ვარჯიშობდა, ვიცი, იმიტომ რომ ნახე ერთი ორჯერ მისული ვიყავი ლილოზე ბიჭებთან და რავი, ბალეშჩიკოვ გახელავს და იმედია კარგად იulis რა. მოტოციკლეტის დარება იცის და რავი, შევხედოთ დანარჩენი რას იზავს, გადავიღოთ ეს გარბენი და უყუროთ. ბიჭო, ძალიან ცუდათა უკვე ყველაფერი რა, ნახე. წეგანზე 350-ია თუ 370, მაგაზე ვამბობდი რომ ძალიან მაგრად დადის, ძალიან კაი ბიჭია თქო და ჩეისი ვერ შეასრულა საერთოდ რა, გაუსწორდა. მაგის გამო წააგო. ეხლა თქვი გახელავს ბალეშჩიკოვ თქო, მაგრად თქო და მანქანა გაფუჭებია სტარტის ხაზამდე ვერ მოდის და რავი, აღარავის აღარ უნდა უგულშემატკირო, თორე პირდესია რა, ყველა ფუჭდება და რავი, არაფერი აღარაა ხოძე. რა ვახარ, შენ როგორ ხარ? რავი, ამის მერე აღარავის აღარ ბალეშჩიკოვ, თორე ან თუ ვინმეს ყენავარ მეორეს უნდა უბალეშჩიკო, რომ ის გაფუჭდეს. კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, გამოვიდა, მოასწრო გაკეთება. არ ვიცი, გააკეთა თუ არა, თუ პროსტა მოვიდა სტარტის ხაზზე. ნახოთ ახლა რას გაივლის, გადავიღოთ. იმედია იulis რა, თორე გამიტყდება მაგრამ. წამო. დაიწყო. საპურავის ყვავი დაუტოვა კარებზე ბოლო ზონაში. ლიდი ძალიან მაგრადია რა, მართლა ძალიან კარგათია რა, იმიტომ არ ვაღოთ რომ ჩვენია. და ნახოთ ჩეისზე თუ ანალოგიურად კარგათია რა, უეჭველი გადავა ამ ეტაპს რა. ნუ ჩეისერიც კარგად მისდევდა, ბოლოში ცოტა დიდი დისტანცია დაიჭირეს, მაგრამ კარგადია რა, ჩეისმაც კარგათია რა. მაგრამ რა, ეხლა გახელა იმედია იყო ჩაღებს და გადავა შემდეგ ეტაპზე. გიორგი გზელაშვილი აღარავის აღარ უნდა უგულშემატკივროს რა. წინა დრიფტზე ყოდუა კვალიფიკაციაში პირველი ადგილი აიღო და ეგრევე გავარდა. კალიკამ ვერია რა. თუ კი ვინმეს ვიცნობდი, ვერავინ ვერია რა და სულ ესე ხდება, ამიტომ ეს დამალი არ იხდიან. აღარ უნდა უყუროთ რა. აღარ უნდა უგულშემატკივროთ. გავაცილეთ. წამოვედით, ცოტა ადრე დავტოვეთ, იმიტომ რომ ტატოსთან უნდა ავიდეთ, რომ X3 წამოვიყვანოთ. მე X3-ში რაღაცები უნდა ჩავასწოროთ და წამოვიდეთ. და ეხლა რომ მოდიოდი რა, იცი როგორი სიტუაცია, გარშემო ხო სულ ემებია. და ემები არა, BMW-ებია რა, ყველა BMW ხო, აი არც ერთი სხვა მანქანა არ არის და უცბად სუპრა რო იჩითება აქ რა და ჯარისკაცის მამაში როა აქ რა მოგიყვანა შედალოცვილო აი ესეთი სიტუაციაა ზუსტად ეხა იმას ვფიქრობ ეს ლოგო დავტოვო თუ ავაძრო იმიტომ რომ რვა დავტოვო შეიძლება სადმე 200-250-ის მერე აფრიალდეს და ლაბაოი წინასაკარემინა გამიტეხოს და
ადვილად მოძვრა ძალიან. მადლობა გიგი ამისთვის შევინახავ და სხვა ივენთებზე დავაკრავ ხოლმე და ისე მოვა.